გამარჯობათ, ჩვენ ისევ ეთერში ვართ. დავიცადეთ შემოვიდნენ. სალამი, სალამი. სალამი, სალამი. მოგესალმებით. სალამი, სალამი. როგორც ჩანს, ვისწავლე ლაივების ჩართვა. აბა, ასე უნდა. ნათიასაც დაველოდებით, მაგრამ გავაგრძელოთ ჩვენ. როგორ გზადებით? მოგესალმებით, ლანა. ველოდებით კიდევ ერთ ბიზნეს პარტნიორს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ, მოვყებით ჩვენ, დღეს გვექნება ჩვენი ეთერი. როგორ ვიმოგზაუროთ ინკლუზესიდან, როგორ გამოვიმუშაოთ, ჩვენ ხშირად ვთავაზობთ სალამი, სალამი, გიორგი. გიორგი, გამარჯობათ, გიორგი, საბერძნეთიდან, გამარჯობათ. როგორ ვიმოგზაუროთ და მოგზაურობით გამოვიმუშაოთ. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ნათია. აი გიორგი ძალიან კარგად ადევნებს თვალყურს ჩვენს კრუიზულ მოგზაურობას. ნათია ველოდებით. ნათია გამარჯობა, გამარჯობა. მოგესალმებით. კიდე გილოცავ დაბადების დღეს. დიდი მადლობა, გაიხარეთ. როგორ ხართ? კარგად. ყველას მოგესალმებით. დღეს ჩვენ დავიწყებ სასიამოვნოა თქვენი ხილვა ამ საზოგადოებაში, ამ ეთერში, ჩემი ინსტაგრამ გვერდიდან, ვინც არ გვიცნობს, ჩვენ მე მგონი ნახევარი საქართველო მაინც გვიცნობს, მაგრამ მე გავაჟღერებ, რომ ეთი აქციური ვარ, საერთაშორისო კრუიზული კომპანიის დამოუკიდებელი პარტნიორი და ჩვენთან სტუმრად არის ასევე ნათია მახათაძე, საერთაშორისო კრუიზული კომპანიის დამოუკიდებელი პარტნიორი, ჩვენი ლიდერი, ასევე მანჩო ხოდელი. დიდი სტაჟის მქონე კოსმეტოლოგიის, მაგრამ გადაწყვიტა, რომ შემოგვიერთდა ჩვენ და გადაწყვიტა, რომ იმოგზაუროს და მოგზაურობით გამოიმუშაოს და როგორ ხდება აქ, გავაჟღერებთ დღეს. სანამ ჩვენ დავიწყებდეთ აი ამ დეტალებში გადასვლას, მე მინდა გავაჟღერო ის, რომ ვინ დგას აი ამ კომპანიის უკან, ინკლუზესის უკან, რომელსაც თანადამფუძნებელი მაიკლ ხაჩისონი, ცნობილი მწერალი, ბესტსელერების ავტორი. დიდი მადლობა, გიორგი. ბესტსელერების ავტორი, გლობალური მენეჯერი, ასე რომ ვთქვათ, კრიზის მენეჯერი, რომელიც მისი მიზანია, მისი ხედვა, რომ ყოველთვის პლუსში ყოფნა. და ის ზუსტად, რომელიც შთააგონებს მთელს მსოფლიოს და მათ შორის გიგანტ ადამიანებს, მათ შორის ტონი რობინსაც და მან შექმნა ზუსტად მისი ინიციატივით მოხდა აი ამ კომპანიის შექმნა, სადაც შეიძლება ყველას უკრის შეიძლება იმოგზაურო და მოგზაურობით გამოიმუშაო. დიახ, შეიძლება ჩვენ უკვე 7 წელია აქ ვართ, მოგზაურობთ და იგივე მოგზაურობით გამოვიმუშავებთ და კომპანიამ ზუსტად ამერიკელებმა შექმნეს კლუბი, სადაც შეიძლება ადამიანმა იმოგზაუროს და ასევე ჰქონდეს შემოსავალი. ეს გახლავთ ბიზნესი რეკომენდაციებზე ახალი შეთავაზება, რომელიც ძალიან ამას ვიტყოდი, რომ ძალიან შორს მხედველი პიროვნება, რომელიც სათავეში უდგას და მისი რთულ პირობებშიც კი არაფრით არ შეიძლება, რომ მინუსში იყოს ეს კაცი და ჩვენ შთაგვაგონებს, გვასწავლის აი ამ ბიზნეს, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მსოფლიო ნახო, შემოიარო, დატკბე შენი, ასე რომ ვთქვათ, ცხოვრების სტილით და ამასთანავე გქონდეს ასევე შემოსავალიც კი. მინდა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს სანამ ძირითად დეტალებზე გადავიდოდით, ნათია, აი ის გავაჟღეროთ, რომ
აი ამ კლუბში ჩვენ გვაქვს სისტემა, რეფერალური სისტემა, კლუბური სისტემა, სადაც ბიზნეს პარტნიორები, ვისაც გვინდა შემოსავლის ქონა, გნებავთ მოგზაურობა, ერთ პანჯერაშია, ერთ საიტზეა აი ეს გლობალური კრუიზული ხაზები კლუბში და არა გარეთ. აი ამ სადაც ჩვენთვის ძალიან კომფორტულია 21,000-ზე მეტი კრუიზული ტური. მსოფლიო მასშტაბით და არა მხოლოდ კრუიზული ტურები, ასევე სასტუმროები და რეზორტები. გარანტირებული დაბალი ფასები. ძალიან კომფორტულია თვითონ პარტნიორისთვის აქ მუშაობა, გამზადებული, ჩაშენებული ხელშეკრულებები ავიღოთ, რეფერალური ბულები ავიღოთ, თვითონ კაბინეტიც კი ისეა მოწყობილი, რომ აგზავნი რეფერალური ბულს საიტი, რომელიც 18 ენაზე ითარგმნება, ამ დროს შენ გაქვს შესაძლებლობა იაპონელი იქნება თუ იტალიელი იქნება, იმ საიტზე გადაიყვანო და გაუზიარო, თქვა აი ეს და ის პიროვნება გადადის, ხო, გადადის ძალიან ადვილად და კითხულობს და ეცნობა ამ ინფორმაციას. მინდა ნათია თქვენგან დავიწყო როგორ ვაკეთებთ ამას ჩვენ ყველაფერს აუხსნათ ჩვენს მსმენელებს, ჩვენს მაყურებლებს. ეს შეიძლება ხო რომ დაესწროს, სადაც მე ვარ იქ არის ხოლმე. ისმის ნათია ჩემი ხმა? კი, კარგად მესმის. კი, კარგად ისმის. ხო, აი როგორ შეიძლება რომ ჩვენ გამოვიმუშაოთ რა შესაძლებლობები აქვს ჩვენი კლუბის პარტნიორს და აი ეს ეკონომია მოგზაურობაზე, წოდომან მსოფლიოს კრუიზულ ტურებთან გამჭვირვალე ჩვენი ბექ ოფისი, რომელიც ძალიან ადვილია, მასშტაბირებადია და ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდება ჩვენ ბიზნეს პარტნიორებს, თავარი ინფორმაციას ჩასწრე, გაერკვე. მოგესალმებით, ნინი, მოგესალმებით. და შეთან გადმოვდივარ ნათია, ალავე, აბა გისმენთ. ხო, ანუ მე ვფიქრობ, რომ აქამდე ასეთ შესაძლებლობა არავის არ გაუგია, ანუ ამ შესაძლებლობაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. ხო, ეს არის მსოფლიოში ყველაზე უნიკალური სამოგზაურო კლუბი, პლატფორმა, თვითდაჯავშნის პლატფორმა, რომელსაც დღესდღეობით ძირითადად ყველა იყენებს, ხო? ანუ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს უკვე ასეთი პლატფორმებით, თუნდაც ავიაბილეთების შესაძენად, სასტუმროების და კურორტების შესაძენად, ხო, უკვე უმეტესობა ადამიანების აღარ დადიან ტურაგენტებთან, ხო? უფრო მეტად ისეთი ადამიანები მიმართავენ ტურაგენტებს, ვისაც თვითონ არ აქვთ შესაძლებლობა და ხო, ან პირველად მიდიან, ინფორმაცია არ აქვთ და ურჩევნიათ, რომ სხვის იმედზე იყვნენ და სხვამ შეურჩიოს და დაუჯავშნოს ტურები. ჩვენთან ეს არის ინოვაციური პროგრამა, პროექტი, რომელიც აძლევს ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას, რომ თვითონ შევიდეს და აირჩიოს ნებისმიერი თავისი სასურველი ტური, ხო? ანუ ჩვენ როგორც თქვენ თქვით 21,000-ზე მეტი მარშრუტი გვაქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმოდგენილია 14 უმსხვილესი საკრუიზო კომპანია მთელ მსოფლიოში და გვაქვს ასევე 400,000-ზე მეტი სასტუმრო და კურორტი. ეს ყველაფერი როგორც თქვენ თქვით წეღარ, გამარჯობა გვანცა, ნანა მოგესალმებით ყველას. ეს გვაქვს ჩვენ გარანტირებულად თვითღირებულებაში, ხო? არც ერთი პლატფორმა არ მოგცემთ თქვენ იმის გარანტიას, რომ თქვენ ყველა იმ პროდუქტს, რასაც ნახავთ პლატფორმაზე, შეიძენთ გარანტირებულად დაბალ ფასში, ხო? ბაზარზე არსებულ დაბალ ფასში. თუ ვინიცობაა, ხო, ეს ჩვენ გარანტია, რასაც გვაძლევს, ვინიცობაა სხვაგან უფრო იაფად ვნახეთ, ჩვენ შეგვიძლია რომ ანუ განსხვავება მივიღოთ უკან. ასეთი შესაძლებლობა, ასეთი პირობები არავის არ აქვს, ხო? არც Booking.com, ჩვენ საკრუიზო კლუბამდე ვიყენებდით, ხო, ასეთ პლატფორმას, მაგრამ თუ ვინიცობა ჩვენ სხვაგან უფრო იაფად რავეს, შევხვდებოდით, წავაწყდებოდით, ჩვენ, ну, რა თქმა უნდა, უკვე ნაყიდი გაქვს ბილეთი და რას ვიზავთ, ხო? ფულს არავინ არ ვიბრუნებდა უკან. ჩვენ ამის გარანტია გვაქვს კლუბის წევრებს. დაცული ვართ ყველანაირად, შევეხები ამ დაცვასაც კიდევ ორი სიტყვით. ასევე ჩვენი ფინანსებით, რასაც ვიგროვებ ჩვენი მოგზაურობისთვის, ან კომპანია გვიგროვებს, ხო? ეს ყველაფერია დაცული და დაზღვეული.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმის შიში არ გვაქვს, რომ ფულს დავკარგავთ. ხო, ანუ ჩვენ გარანტირებულად ვიცით, რომ ჩვენი დაგროვილი თანხით გარანტირებულად ვიმოგზაურებთ, გარანტირებულად დაზღვეულია ჩვენი ფინანსებით, ვიმოგზაურებთ თვითღირებულებაში და პლუს აი ეს დაგროვებითი სისტემა, რომელიც იდეალურია ყველასთვის, დამეთანხმებით, ხო, ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ბავშვობიდან ოცნებობდი, რომ მე მოგზაურო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ყოველთვის შენ ოცნებებს, ანუ ფინანსები ვერ ეწევა. არა გაქვს იმის საშუალება, რომ ადგე და იმოგზაურო, წახვიდე იქ, სადაც გინდა. საკრუიზო დასვენება ზუსტად იდეალური ვარიანტია ყველასთვის, იმიტომ რომ შენ შეგიძლია მოკლე პერიოდში ერთ მოგზაურობაში ნახო რამდენიმე ქვეყანა, რამდენიმე ქალაქი და უფრო სწრაფად მოიარო მსოფლიო და ნახო შენი საოცნებო ქვეყნები, ვიდრე წარმოგედგინა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენთაგანისთვისაც, რადგან საკრუიზო მოგზაურობა გვაძლევს ამას. ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, მიჩვეული ვიყავით ტრადიციული გზით, ერთ მოგზაურობაში ჩავსულიყავით ერთ ქვეყანაში, ან ორი გვენახა მაქსიმუმ, ხო, ეს გადარბენით თუ წავიდოდით და ანუ ისე რომ ისიამოვნო დაისვენო რეალურად ამის საშუალება არ აქვს ტრადიციული გზით. მაგრამ საკრუიზო დასვენება გვაძლევს აი ამ ფუფუნებას, ხო და ჩვენი ბიზნესი ზუსტად ამის პოპულარიზაციაზეა დაფუძნებული. ხო, იდეალური ვარიანტია ხა არ არსებობს ადამიანი სოცქსელებში თუ გადავავლებთ თვალს ნებისმიერ სოცქსელს, ყველა ასე თქვათ, მოდი არ ტრაბახობს, მაგრამ ანუ ყველას უნდა რომ დადოს თავისი მოგზაურობის სურათები, გაუზიაროს ხებს თავის შთაბეჭდილებები, რომ აი მე ამ ქვეყანაში ვიყავი, ამ ქალაქში ვიყავი, ეს ნახე, ასეთი ბედნიერი ვარ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ამ ინფორმაციის გაზიარებით არავინ ფულს არ გამოიმუშავებს. აი ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენ თვითონ მოგზაურობთ, სხვებსაც ვეხმარებით, რომ იმოგზაურონ, ანუ ვაწვდით ინფორმაციას და კომპანია ჩვენ ამის პოპულარიზაციაში, რეკომენდაციაში გვიხდის ფულს. და ზუსტად ეს არის ჩვენი მისია, ხო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, დავეხმაროთ და ეს იყოს ჩვენი შემოსავლის წყარო. ვის არ უოცნებია, რომ ველას აღამომშვიდობის, გვანცად მოგესალმები, ვის არ უოცნებია, რომ გამოიმუშაოს დასვენებით. ანუ დაისვენო არაფერი და გამოიმუშაო. ხო, და ზუსტად ჩვენც მაგიტო ვართ აქ და მაგიტომ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, იმიტომ რომ აი ეს დასვენება, კარგი ცხოვრება, ლამაზი შთაბეჭდილებები გაძლევს კიდევ შესაძლებლობას, რომ თან ფული გამოიმუშაო. რატომაც არა. და პლუს ამას დამატებითი ბონუსი ბიზნეს პარტნიორებისთვის არის ის, რომ შენ შეგიძლია იმოგზაურო უფასო. ეს არის ჩვენი ბონუსი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვიმოგზაუროთ, კიდევ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენ ამის პოპულარიზაციას, რეკომენდაციების გაცემას, და თქმა უნდა, რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვს. თუ არაპირებთ აუთო შეძენას, ფასები რომ ნახოთ, გაიარეთ უფასო რეგისტრაცია ჩვენს საიტზე და დაათვალიერეთ. არანაირი ვალდებულება არ გაქვთ, ვისი გამომწერიც ხართ, ჩვენ ყველას გვიდევს ჩვენს ინსტაგრამებში ჩვენი რეფერალური ბმულები, ანუ საიტები ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ, დაათვალიეროთ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ნახავთ ჩვენ თვითონაც. კი ბატონო, ანუ პროფილში არის დამაგრებული ლინკები, ყველას გვაქვს, ქალბატონ თიასაც, მანჩოსაც და მეც. ვისი გამომწერიც ხართ, ნახეთ ჩვენს პროფილებზე ლინკები, გაიარეთ რეგისტრაცია და ნახავთ. არა, რეგისტრაცია უფასოა და გეტყვით კიდევ ერთ ძალიან მაგარ ამბავს. რეგისტრაციის გავლისთვის თქვენ თუ გაილით ვერიფიკაციას, ანუ დაადასტურებთ, რომ რეალურად ის პიროვნება ბრძანდებით, ვინც გაიარეთ რეგისტრაცია. ძალიან მოკლე პროცედურაა, თქვენ მიიღებთ საჩუქრად $50. მხოლოდ ეს უფასო რეგისტრაციისთვის, რომ ნახოთ ინფორმაცია, კლუბი გჩუქნით ასევე $50, ვისი გამოყენება შეგიძლიათ შემდეგ სასტუმროები იქნება თუ კრუიზები. ასე რომ, შეგეშინდებათ რეგისტრაციის გავლა, არავინ არ გავალდებულებთ არაფერს, ასე რომ
მიიღეთ ასევე საჩუქარი. ხაფანგი გონია და ეშინიათ. ხო, ანუ საშიში არაფერი არ არის, ჩვენი ყველა მონაცემები იმდენად უსაფრთხოა, რომ ჩვენი ყველა მონაცემები დაცულია, ანუ არ იჟონება, ასე რომ შეგიძლიათ დაწყნარებულად დამდაგრებული მთლიან თანხას ანუ კი ბატონო, ანუ ნახევარს ტურის საფასურით იხდით დაგროვილი და გაორმაგებული თანხი და მეორე ნახევარს ამატებთ. ანუ ეს ჩვენი დაგროვება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ტურის საფასური გავინახებოთ. ხო, ანუ ხარჯი თუ მაგალითად კრუიზი ღირს $2000 5 თვე თუ დააგროვებთ, ხო, 5 თვეში გექნებათ მაგალითად $1000 უკვე მოგროვილი, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველი დაგროვილი თანხა გვიორმაგდება, ანუ 100 დავიგროვებ და 200 გვერიცხება. აი ამ დაგროვილი და გაორმაგებული იხდით ნახევარს, ხო, ანუ 5 თვე დააგროვებთ, თუ იცი დაახლოებით როდის მიდიხართ და $2000 კრუიზი აი ამ დაგროვებით და გაორმაგებით გიჩნდებათ 1500, ანუ $500 უკვე საჩუქრად გაქვთ, მოგება გაქვთ, ხო? თქვენი ბიუჯეტისთვის, რა თქმა უნდა, იდეალურია და იმის მაგივრად რომ ტური შეიძინოთ $2000 ერთიანად გადაიხადოთ, თქვენ მხოლოდ $1000 იხდით, ანუ ჯიბიდან ერთიანად, ესეც უკვე 500. ხო, გინახევრებს, ხო, ანუ მესმის, მაგრამ ერთიანად 18 წლიდან უკვე შეგიძლიათ რომ გახდეთ კლუბის წევრი. ზოგ საკრუიზო ხაზს აქვს, რომ აუცილებელია რომ ზრდასრულთან ერთად იყოს, ზოგ საკრუიზო ხაზს აქვს მოთხოვნა რომ თანხლები თუ ხარ 18 წლის თანხლებად აუცილებელი იყოს 21 წლის ადამიანი და ზევით, მაგრამ ეს ყველა საკრუიზო ხაზს თავისი პირობები აქვს და აქ შეგიძლიათ გაეცნოთ. ძალიან კარგი, ზუსტად ამიტომა აი ეს ხო, ჩვენს მოვილაპარაკოთ, დღეს ვიკრიბებით ზუსტად საღამოს ამერიკის გუნდის წევრები და ძალიან ბევრს უნდა აპრილი-მაისში ტური შეძენა და ჯგუფურად თუ მოვახერხებთ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენს ფამილიაში საღამოს ვიდობის. ისიც აქვსნათ, ნათია, რომ ამიტომ შეიქმნა ზუსტად აი ეს კლუბი, რომ შესაძლებლობა აქვს ადამიანებს, აი ეს მიუწვდომელი კრუიზული ტურები ამ კლუბში არის ხელმისაწვდომი. ზუსტად ეს არის განვადებით, მე ველა ცოტა ვაგროვებ, მე მიორმაგებს კომპანია კრუიზული დოლარებით, ბონუსქულებით და ზუსტად ეს ბონუსქულებია შიდა ვალუტა, რომელიც გვაძლევს კლუბის წევრებს ფასდაკლებით ვიმოგზაუროთ ჩვენთან ყველა ტური. ღირებულებაშია და აი ეს გაორმაგებული ბონუსები ჩვენ გვეხმარება აი ამის ფასდაკლებაში. ზუსტად ამ კომპანიამ მოიფიქრა, რომ გინდა იმოგზაური ასე განვადებით ტურსააგენტოებთან პირიქით არის, მაგრამ აი ჩვენთან სხვა კლუბია ეს ამერიკელების მოდელი, ამერიკელების რო იტყვიან გატესტილი ძალიან ბევრი კლუბები აქვს და ყოველდღიურადებული ადამიანის ყოველდღე რა თქმა უნდა, ამიტომ ვიორმაგებს თავის დროზე უნდა იხადოთ თავისი გარკვეული მოთხოვნა კომპანიას ვიორმაგებს, იმიტომ რომ მოწესრიგებული, დისციპლინირებული ხარ და ვიორმაგებს ამ შენს გადადებულ სამოგზაურო თანხას და გეუბნება კომპანია რომ გინდა დააგროვე შენ და წადი შენ სასურველ კრუიზში, მაგრამ თუ არ გინდა რომ შენ დააგროვო, მაშინ რეკომენდაცია გაუწია. აქ უკვე გადავდევარ, გადავყავართ ამ კომპანიას უფრო მეტ ამბიციაზე. შენ არა მარტო მოგზაურობ, აქ უფრო მეტი მოთხოვნილება გაქვს, მეტი ამბიციები გაქვს, მეტი შეიძლება მაგაზე მე ვისაუბრო. აუცილებელია და გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ყოველ მეორე წელს შეიძლება. გუშინ ჩვენ მე და ზუმბაჩოს ლაივი ქონდა ჩართული, სადაც ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი, რომ 20 წლის განმავლობაში მე ძალიან ბევრს მოგზაურობდი, ვესწრებოდი საზღვარგარეთ კონგრესებზე და ყველა ხარჯი ვიცი გაწერილი ყველა ქვეყნის რამდენიც მიჯდებოდა. არავინ არაფერს ფასდაკლებას არ მიკეთებდა, არც სასტუმროში, არც კონფერენციაზე, არც გზაში და არც კვებაში. და ზუსტად ეგ ვთქვი, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ზეპირად ვიცი, რა ქვეყანაში რამდენი თანხა მიჯდებოდა. და ერთშვენიერ დღესაც ქალბატონ თეას დამსახურება
მისი ციტირება მოვისმინე, რომ ეკონომიურად იმოგზაუროთ და პლუს ამასთან მოგზაურობით გამოიმუშაოთ. ეს ორი წინადადება ძალიან მომეწონა, რადგან ჩემს საქმესთან ძალიან ახლოს იყო ფინანსების ხარჯვა და არავინ არაფერს არ მიხდი და უკან მოგზაურობაში. ხოლო როდესაც ჩვენიერ დღესაც ჩამერიცხა კომპანიისგან თაღა, გაოცებული აქეთ-იქით ვეკითხებოდი ხალხს, ვაიმე, ეს რა მოხდა? ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, იმიტომ რომ ის ვიდეოები, ის სურათები, რომელიც მე დავდე, მოგზაურობის, კრუიზის მოგზაურობისა. ჯერ ჩემი ოცნება ხო ავისრულე და მთელი ცხოვრება ნათიასი არ იყო, სულ ფიქრობდი კრუიზებში მინდოდა და მსოფლიოს ნახვა რომ მინდოდა. აი იმდენად სასიამოვნოა კომპანია რომ გაჯილდოვებს იმისათვის რომ შენ უბრალოდ აი ბედნიერებისგან უყვები ადამიანებს რომ ძალიან მაგარია მოგზაურობა, ძალიან მაგარი სიჩქარეა, ძალიან მაგარი კვება, ძალიან მაგარი გართობა, აი გავიწყებთ საათის დახედვას გავიწყებთ. უბრალოდ საათს უყურებთ რომ ვაიმე თეატრი არ დაიწყოს, ვაიმე ის არ დაიწყოს, ვაიმე ეს არ მარტო მაგას უყურებთ. დანარჩენი არაფერზე თქვენ არ დარდობთ, არც ტელეფონიც კი სასადილოში რომ დაგრჩეთ, დამრჩა მე ორჯერ ტელეფონი, იმიტომ რომ იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ბუფეტში დამჩა ტელეფონი, მივედი იქვე იდო ჩემი სათვალის და ტელეფონიც. ანუ იმდენად უსაფრთხო სიტუაცია და იმდენად კომფორტულია, ეს როგორ არ მოვყვეთ, ხო? და ზუსტად აი ამ მოგზაურობის შემდეგ და ამ მოყოლის შემდეგ იყო, რომ დამაჯილდოვა ზუსტად და დაიწყო კომპანია ჩემზე გადარიცხვები. ხო, აი ყველაზე მაგარი შეგრძნებაა და გემზე რო ადიხარ, გინდა რომ ხმამაღლა იყვირო. ბედნიერებისგან და ყველას გაადებინო, რომ ღმერთო თურმე რა მაგარი ყოფილა ასე მოგზაურობა და აქამდე ეს როგორ არ ვიცოდით. და გინდა რომ ყველა შენს ახლობელ ადამიანს გაუზიარო ეს ემოციები და როგორ არ უნდა გააზიარო, ხო? და ზუსტად აი ამაში, ამ ემოციების გაზიარებაში შენ ბედნიერებას რო უზიარებ და გინდა რომ შენი საყვარელი ადამიანები, ახლობლები, თუნდაც უცნობები იყვნენ ისეთივე ბედნიერი, რაც შენ გამოცადე. ლაინერზე ყველა ბედნიერია. ამაში გამოიმუშავებ ფულს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბიზნესის წარმოება არის რთული, ხო? ანუ დაკავშირებულია შენს ენერგიასთან, ცოდნასთან, იმიტომ რომ ცოდნა უნდა გაიღრმაო, უნდა გახდე პროფესიონალი, უნდა იყო ცოდნე ამ საქმის, მაგრამ ყველაზე მაგარი არის ის, რომ მარტო არ ხარ და შენ გაქვს ძალიან მაგარი სწავლებები. ანუ გიტარდება ტრენინგები კომპანიისგან, გაქვს გამზადებული მასალები, ვიდეო გაკვეთილები, ანუ ყველაფერი გაქვს აბსოლუტურად, რომ შენ ამ საკითხში, ანუ საკრუიზო დასვენებაში ინდუსტრიაში, ხო, ამ ინდუსტრიაში ზოგადად, გახდე პროფესიონალი, მცოდნე, რა საკრუიზო ხაზები არსებობს, წარმოდგენა არ ქონდა. ხო, თუ ამდენი არსებობდა. არა, გონგი არ ვიყავი. თუ დარეგისტრირდი, არ არის აუცილებელი რომ გააქვთ, უბრალოდ მიანებეთ თავი და ეგ არის შეგიძლიათ დამერწმუნეთ დარეგისტრირებული ოთო ეს ფასები არის ორ ადამიანზე თან არ დაგავიწყდეს უკვე ორი ადამიანის ფასი ამითითებული ძირითადად არის უკვე საპორტო მოსაკრებელი და გადასახადები შესული ასე რომ რეალურად ძალიან მაგარი ფასია და მაგას კიდევ თუ დაიწყებთ დაგროვებას და 25%-ს გამოაკლებთ კიდევ უფრო მომგებიანია და ჩვენ უკვე ბიზნესზე ვლაპარაკობთ სანამ კრუიზში არ წავა ვერ მიხდება ჩვენ რა გვიხარია კი უფასო შეგიძლიათ უფასოდ იმოგზაურო წარმოიდგინეთ რა მაგარია კი ეს ფასები ორ ადამიანზეა და თუ თქვენ გაუწევთ რეკომენდაციას რამდენიმე ადამიანს ანუ თქვენი რეკომენდაციით არა ხო სალო ზუსტად რა უნდა გააუქმო პირიქით ამაზე მაგარ რაღაცას თქვენ თავს ვერ გაუკეთებთ საჩუქრად გარეგისტრირებული ბევრი გვინახია მაგრამ უკან წასული და გაუქმებული არ გვინახია ჩვენ 7 წელია აქავართ რომ ჩამოსული არ არის იმ პირველი კრუიზიდან და მეორე აქვს უკვე დაგეგმილი. შედის იმ ჩვენ სისტემაში და ეძებს. თან ფასები იმდენად დაბალია, რომ აი ყოველ რაც უფრო ცოტა იქით 10 დღის მერე 10 დღის მერე გადადიხარ და ნახულობ ყოველ ჯერზე ფასი უფრო ნაკლები. აი ეგრე 1-4 კრუიზი უკვე ნანახი მაქვს და აი ლამისა 4-ვე ვიყიდო.
ხო, ძალიან ბევრი მარშრუტებია, ისეთი რომ ვერ წარმოიდგენთ. ახლა საქართველოში მით უმეტეს ტურსაგენტოებში არის კრუიზები, მაგრამ მხოლოდ ორი საკრუიზო ხაზი, ხო? MS-ი, კოსტა. ასმათი ველოდებით, რა დროს ფიქრია, კაცო, რას ფიქრობ, კი არა, შემოგვიერთით აუცილებლად. გაასწავლეთ, როგორ იმოგზაუროთ უფასოდ კომპანიამ და გაფინანსოს და შენ იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო. დროს ვიხერხებ მე, თუ ვინმე თბილისშია კვირას 2 თებერვალს 18 საათზე Holiday Inn-ში ვიკრიბებით, ვისაც აინტერესებს, მისამართ ზუსტ დროს ადგილსად ვიკრიბებთ რომელ სართულზე, გაგაგებინებთ, დაგვეკონტაქტეთ თეას, ვინც ეკონტაქტება თეას მიწერეთ, ნათიას ვინც ეკონტაქტება ნათიას მიწერეთ, ხოლო ჩემი ბმულიდან ვინც არის, მე მომწერეთ და გაგაგებინებთ ყველაფერს. რეალური ადამიანები ვართ, რეალურად, ქალბატონი თია საფრანგეთშია, ქალბატონი ნათია ამერიკაშია, მე დედაქალაქში თბილისში ვარ, საქართველოში ვარ, ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მეგობარი, ვისი ნათესავიც არ უნდა იყოთ, ჩვენ მზად ვართ დაგიღეჭოთ, გაგაგებინოთ, თუმცა დღეს არაფერი სოციალურ ქსელში ეხლა ვინც შემოდის, ესე იგი იმის გაკეთება შეუძლია დარეგისტრირდეს კიდევაც და სამოგზაუროთაც წავიდეს. კი. ყველაზე მაგარი არის ის, რომ როდესაც შენ ადიხარ ლაინერზე, წარმოიდგინე რამხელა შეგრძნება მაჩო, ხო? ასლამდე დამემართა. არა, როდესაც ადიხარ ლაინერზე, სხვა რაღაცის თქმა მინდა და ხარ უფასო წევრი, ანუ როდესაც კომპანიის ხარჯზე მოგზაურობ, იმისთვის რომ შენ გაეცი რეკომენდაციები და ადიხარ და როცა იცი რომ ხალხი ძალიან დიდ თანხას იხდის აი ამ დასვენებაში და შენთვის ყველაფერი უფასოა. წარმოიდგინე რამხელა ბედნიერებაა შენთვის, შენი ოჯახის წევრებისთვის, რომ შენ ერთ დღეს მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, არ შეგეშინდა, ხო, ანუ მადლობა ქალბატონ თეას. თავიდან ეს, ხო, შიში არ გაქვს, რომ შიში ყოველთვის არის, რომ ვაიდა რაღაც არ გამომივიდეს, ვაიდა ვერ შევძლო, ყოველთვის არის რაღაცა სიახლის მიმართ, რაღაცა შიში ყოველთვის გაქვს, მაგრამ როდესაც იცი რომ შენ ყველანაირად დაზღვეული ხარ, კომპანია უკვე 9 წელი აღნიშნეთ, ხო? ამდენი ხანია უკვე ბაზარზეა, 2 მილიონზე მეტი წევრი ყავს, რომელიც ყოველდღიურად ყიდულობს და ჯავშნის კრუიზებს და მოგზაურობს, ხო? სოციალების სავსეა ჩვენი კლუბის წევრების რეკომენდაციებით და ასევე გამოცდილებებით, ხო? ძალიან ბევრი ვიდეოები და ფოტომასალადებს. იმის საშიშროება, რომ ჩვენ ფული დავაგროვოთ და კრუიზი ვერ ვიყიდოთ, არ არსებობს. იმის საშიშროება, რომ ჩვენ კრუიზი ვიყიდოთ და გემზე არ აგვიშვან, ეგეც არ არსებობს. ხო, აი ეგ მინდოდა მეთქვა, ჯერ არ არის ეგეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ საკრუიზო ლაინერზე აი ზუსტად მაგაზე მინდოდა გამესვა ხაზი, რომ არსად არ არის ეგ, რომ შეიძინა და ლაინერმა არაუშვა ან ცუდი სიტუაცია დახდა. ხო, ან გემი ვერ იცნო. კი, ასე რომ ყველანაირად გარანტირებული ხარ, ყველანაირად დაცული ხარ და ერთადერთი არის ის, რომ შენი თავისთვის მიიღო ძალიან მაგარი გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ ერთ დროს და აი მართლა ბედნიერი ვარ, კმაყოფილი ვარ, რომ მე ერთ დროს არ შემეშინდა და მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავხდარიყავი ამ კლუბის ბიზნეს პარტნიორი, იმიტომ რომ უფრო მომგებიანია. რამდენი დადიხართ რესტორანში, რამდენს გაგიზიარებიათ მეგობრებისთვის, კარგი სალონი, ხო, კარგი ექიმი, კარგი მაღაზია, რესტორანი და ასე შემდეგ. ამაში ფულს არ გიხდიან. არავინ ამაში ფულს არ გიხდის. ხო? ანუ რეკომენდაციაში ფულს არავინ არ გიხდის. ძალიან ბევრია რესტორნებში, იქ Starbucks როცა მიირთმენ, ხო? ყავა შეიძენენ, სურათს იღებენ და ანუ რეკომენდაციას უწევენ, რეკლამას უკეთებენ Starbucks, ხო? რომ აი მე Starbucks-ი დავლიე, მაგრამ Starbucks-ი შემდეგში რომ მიხვიდე ფულს არ დაგიკლებს, ხო? არც 5%, არც 10%, ხო? და აი ამაში ჩვენ იმდენად იდეალური კომბინაცია გააკეთეს ამერიკელებმა, ხო? რომ ის რაც გიყვარს, რაც გაბედნიერებს, ანუ მოგზაურობა, შეგიძლია დააკავშირო რეკომენდაციას, რასაც ადამიანები ჩვენ ყოველდღიურად გავცემთ. აი არ არსებობს დღეისე გავიდეს, რომ ვიღაცას რაღაცა რეკომენდაცია რჩევა არ მიცე, ხო? და აი ამ რეკომენდაციაში და შენ საყვარელ საქმიანობაში, მოგზაურობაში
შენ შეგიძლია ეს კომბინირებულად დაიწყო გამომუშავება და იმოგზაურო უფასოდ. პლუს ამას ფული თავისთავად გამოსდით რეკომენდაცია, როგორც კი ყვებიან, უკვე თავი ერთი საკმარისია, რომ იმოგზაურონ. შეიძლება კი მე 1-2 წელი აღარ იმოგზაურო, ფიზიკურად ვერ შეძლო, ან ჯანმრთელობით ვერ შეძლო, მაგრამ იმას სულ ყოველთვის გელოდები ეს ბიზნესი ისეთია, რაც მეც ვილაპარაკებ, მეტი შემოსავალი გაქვს. შო? 18 ძალიან მარტივია. 18 წლიდან შეგიძლიათ უკვე შემოგვიერთდეთ. მართალი ხარ, მანჩო, ანუ რაც უფრო მეც მოგზაურობ, უფრო მეც გამოიმუშავებ. რაც უფრო მეც მოგზაურობ, მეტრი გამოცდილება გაქვს, იმიტომ რომ ჩვენ იმხელა არჩევანი გვაქვს 14 საკრუიზო ხაზია. ყველაზე მსხვილი საკრუიზო კომპანიები წამყვანი ბაზარზე არის ჩვენს პლატფორმაზე და ისეთი კრუიზების ყიდვა შეგიძლია. ფოტო ალბომით ვათვალიერებთ ჩვენ. ისეთი მარშრუტები გვაქვს, რომ უბრალოდ აი მომენტალურად გინდა რომ აი წამში მოიარო მთელი მსოფლიო, ხო? იქ კი. აზიის სასწაული ტურებია, ანტარქტიდაზე იყვნენ ახლა ჩვენების და რამდენიმე კიდე მიდის ჩემი ოცნება. აი ძალიან ისეთ რაღაცები შეგიძლია ნახო, რაც მხოლოდ ანუ შეძლებ ამის გაკეთებას საკრუიზო ლაინერით, ხო? ანუ ხმელეთი კანარიაზე ვაპირებთ, კანარიაზე კიდე ამ წელში. ნოემბერი ნახეთ კანარები. იქით ხო, ინდონეზია შემოგვიერთდით დროზე. აუცილებლად. დავიკავშირდით, იმიტომ რომ ასეთ მაგარ შესაძლებლობას ნამდვილად არ ღირს. მით უმეტეს საქართველოში, ხო? არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ. დამატებითი შემოსავალი არასოდეს არ გაწყენს, როცა მით უმეტეს ეს კომბინირებულია იმასთან, რაც შენ გაბედნიერებს, ხო? ანუ რაც შენ გინდა და არასოდეს ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ უნდოდეს, უბრალოდ უნდა, მაგრამ ფული არ აქვს, ხო? აი ჩვენ ზუსტად ამის საშუალებას ან ეჩინია წასვლა მარტო. ჩვენ აქ ვართ. ხო, ანუ ყველაფერია აქ შესაძლებელი, რომ შენ დაიწყო მოგზაურობა, ფული არ გაქვს, დაიწყე ბიზნესის კეთება. ზუსტად იდეალურია $95 დამატებით, ხო? ანუ გახსნი შენ სანაბარ სამოგზაუროს $95 ყიდულობ კიდევ დამატებით ბიზნეს ლიცენზიას და უკვე შეგიძლია გაუზიარო ეს ინფორმაცია სხვებს. კარტულია ძალიან. კიდე დავამატებ მე. ერთ სისტემაში გვაქვს, ერთ პანჯარაში გვაქვს. კი, ეხლავე ერთ პანჯარაშია, ეს ყველაფერი და არსად არ მიდიხარ, ნათია, ზუსტად ნათიამაც აღნიშნა, აი ეს ამდენი კრუიზული ტურები ჩვენ ერთ საიტზე გვაქვს. კლუბში გვაქვს ჩვენი ონლაინ ჯავშნები თვითონ ამ კლუბში გვაქვს და არჩევანი გვაქვს დიდი. ზუსტად კომპანიამ ეს იდეა ჩადო. ეს კომფორტი ჩადო შეთვის, კიდე ყველასთვის და წარმოიდგინეთ, ეს არ გვითქვია ეხლა ჩვენ 2.200.000 ვართ ამ კომპანიაში, ამ კლუბში და მათ შორის საქართველო. წარმოიდგინეთ, მათ შორის ჩვენ ვართ, ჩვენი ჯგუფში, აი ჩვენ, რომელიც ტელეგრამში ჩატი გვაქვს, 400-მდე ქართველი ვართ. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებშია ეს ქართველები გაფართული, საქართველოში ბევრი ვართ, ამერიკაში, ნიუ-იორკში ძალიან ბევრია და ევროპაში მით უმეტეს არის და არის. რისი თქმა მინდა? მაგის თქმა მინდა ზუსტად. თქვი ჩემოკარგო, თქვი გენაცვალებ. ამიტომ ვთქვი, ეხლა ჩვენ ერთად, ქალბატონი თეა, ნათია და მე მუშაობთ ერთი და იგივე გუნდში, ერთი და იგივე კლუბში. ჩვენი ბიზნეს პარტნიორობა არის, წარმოიდგინეთ, ევროპა, ამერიკა და საქართველო. ანუ ჩვენთვის არ აქვს საზღვროს მნიშვნელობა, ვიზა გინდა თუ არ გინდა, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ვიზა გაქვს, შეგიძლია ამერიკიდანაც იმუშაო, თუ არა გაქვს ვიზა, შეგიძლია ევროპიდან იმუშაო და საქართველოდან იმუშაო. ანუ ეს არ არის ბარიერი იმისა, რომ რაღაცას ვერ შევძლებ. ამ კლუბში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ შეძლებს რაღაცა ელემენტარულს, თუნდაც იმიტომ, რომ აი ახლა Instagram-ზე შემოვიდა და ჩვენ გვისმენს. ესე იგი, მას რაღაცა ნამდვილად შეუძლია და შეიძლება იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გონია, რომ არ შეუძლია. ამიტომ შეუძლია კლუბში შემოვიდეს, კითხვები დასვას უამრავი. მე ვიცნობ ადამიანებს, რომელიც ამბობენ, რომ მე კითხვებს ვერ დავსო, მცხენია რაღაცა ბოდიში და დებილობა კითხვა არ დავსო. კითხვა დებილი არ არსებობს.
მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ კითხვა რახან იბადება, ესე იგი, მას უკან პასუხიც აუცილებლად აქვს და კიდევ ამბობ, როგორც ქალბატონმა თეამ თქვა, ჩვენ მოფანტული ვართ სოფლიოს გარშემო, ჯერჯერობით ეხა კიდევ ყავს სხვა ქალაქებში და ქვეყნებში ჩვენი ბიზნეს პარტნიორები და ძალიან კარგი იქნება შემდეგ ორშაბათს ისევ 8 საათზე თუ შემოხვალთ ახლა ვინც ხართ შეიძლება მე არა ნათი არა თი არა სხვა დაგხვდეთ მაგრამ ისევ ორშაბათს და ისევ 20 საათზე რეგულარულად დაგვესწარით და ძალიან ბევრ ინფორმაციას მიიღებთ მე მგონი ბევრი არა ვთქვი ნამდვილად ბევრი საქართველოსაც იმოგზაურონ საქართველოდან ისარგებლონ ამით მით უმეტეს ბრძოლის უნარიანი ხალხი ვართ და აი ეს გაჭირების უნარი გვაქვს მაგრამ აქ უკვე დომასთან არის დაკავშირებული აი ის ხომ არ არის აი რაღაცა იმის ქვენა იქეთ რაღაცა ფეიკი არა ფეიკი არ არის ჩვენს ინსტაგრამ გვერდებს შეხედეთ ყველა ჩვენი ფოტოები ვიდეოები სურათები ვიდეოები ან სხვა რაღაცა გზავსი რაღაც მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი რომელიც ამდენი წლებია ჩვენ აი ამ კლუბში ვართ და მოგზაურობთ და შემოსავალიც გვაქვს ზუსტად საქართველოში ცხოვრებლებისათვის ხო ჩვენ სხვა ბაზარზე ვიყავით მანჩოს შენ არ გახსოვს მე ნათია და ქალბატონი მარინა სხვა ბაზარზე მუშაობდით სხვა ენოვანი მაგრამ გადავერთეთ ქართველებზე რომ საქართველოში მცხოვრები რომელიც ასე ჭირს ეს სამუშაო ადგილები მეტმა საქართველოს გამოიმუშაოს ხო იმუშავე თუ ხარ მცხოველი შემპური გამოაცხე იმან ისე ქიმია ის ავანტყოფები განკურნოს რაც უნდა მაგრამ დაშვენება ყველას უნდა რეკომენდაციებზეა ხასუსვალ რეკომენდაციებზეა ეს ბიზნესი ჩვენ გვაქვს რეფერალური ბმული მე მოგცემ გამოგიგზავნი ინტერნეტით ამ რეფერალურ ბმულს სადაც არ გინდა იყავი გინდა კენწეროში სადღაცას ვთქვათ აჭარის რომელიღაცა მწერვალზე ინტერნეტია მთავარი მიიღე და გაეცანი გაივლი იმას და რაც ჩვენ მოგიყებით იმაზე მეც გაეცნობით აი ამ კლუბის შიგნით ამ საიტზე რომელიც 18 ენაზე იფარგლება რომელიც ძალიან კომფორტულია რაც გინდათ შემოსავლები გინდათ წაიკითხავთ რამდენს უხდის კომპანია რამდენი შემოსავალი გაქვს რომ 5 სხვადასხვა რეალურ ამერიკულ დოლარებში რამდენი ქართველი ვართ ხო რამდენი ქართველი თუ ყველაფერს ამას წაიკითხავ თავარი რა არის ეს ბმული ეშინიათ იცი აი რომ გავხსნა იქ რომ გავხსნი იქაც კიდეს ნათიამ კარგად აღნიშნა საჩუქარი გელოდებათ საჩუქარი რამდენი საიტი გაგიხსნიათ გაგივლიათ რეგისტრაცია ჩვენ გეუბნებით რომ აი ჩვენ მომავალ ორშაბათსაც აფიქრებით მაგრამ მე და ნათია 4 შაბათსაც გავალთ შაბათსაც უნდა გავიდეთ ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ რომ მივაწვდინოთ ხმა სულყელას რომ სადაც საქართველოს რეგიონში ძალიან ჭირს მუშაობა შემოსავალი და მარინა აფციაურის სიტყვებს გავიმეორებ ნათია დედაშენის ამერიკას თბილისში მოვიდა საქართველოში მოვიდა ბათუმში კახეთში და გაიგე რას გთავაზობთ ჩვენ არ გინდა ამერიკაში წასვლა მოდი ასე ვთქვათ და გავოცვლი ეს ინტერნეტში ჩვენივე ქვეყანაში გამოიმუშავა ხო ამ კლუბში რომ გავწევრიანებული ხარ და ამერიკაში ჩასვლა ხო იმაზე მეტი მიიღე მე რომ უკვე საპენსიო ვიყავი და რაღაცა ვიყურებოდი აქეთ-იქეთ ვეძებდი და როცა დაინტერესებული ხარ მოდის ეს თავისთავად ის ინფორმაცია თუ არ ვიცით ჩემსაც ვიტყვი ძალიან მიყვარს ეს თემა ჩვენი ბიოველი მაგნიტურია და რო ფიქრობ და რო ჩაციკლული ხარ ხო ის სამყარო გიგზავნის შენ იმაზე რაზეც მე არ მეყოფა საქართველოს პენსია და ვფიქრობ ხო და აქ რომ შემოსავალი ანუ პენსია არ არის ის რაზეც შეგიძლია რომ იცხოვრო უზრუნველად ანუ ელემენტარულს დაიკმაყოფილებ და ამიტომ ეხლავე რომ დაიწყებ შენი მომავლისთვის ზრუნვას ყველაფერი გეკნება. თავარია რომ მონდომება გქონდეს და აი ეს შესაძლებლობა აი ქალბატონთიამ რაც თქვა. სამყარო როდესაც გიგზავნის შესაძლებლობას გვერდი კი არ უნდა აუარო, უბრალოდ უნდა გაერკვია და გამოიყენო.
მოგვისმინონ, ნებისმიერი 10 ჯერ მოგვისმინონ, 15 ჯერ მოგვისმინონ, ვნახონ რომ ჩვენ როგორ მოგზაურობ, ბევრჯერ მოგვისმინონ და თუ ვინმე არის ისეთი, რომელიც აი საფრანგეთშია თუ ამერიკაში თუ საქართველოში და უნდა პირადად რომ გაგვიცნონ, ძალიან კარგია, შემდეგში მინდა ვისაუბროთ, ჯარიმები ეკუთვნით თუ არა, თუ აღარ უნდათ კლუბში ყოფნა. ეს ძალიან ისეთი კითხვა მინდა კითხვაც ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გააუქმო. უბრალოდ შეწყვიტავ დაგროვებას. შენი გაორმაგებული ბონუსები, რა თქმა უნდა, აღარ გექნება, მაგრამ შენი შეტანილი თანხა გექნება ანაბარზე და რაღაცა პროცენტებს დაფარავ და ანუ დახარჯავ შენი მოგზაურობისთვის, ხო? ისევე როგორც ბევრს აქვს ხოლმე კითხვა, რომ აი მე თუ არ გადავიხადე, თანხის გამოტანა თუ შემიძლია. აი მაგალითად სპორტ დარბაზში გადაიხადეთ 1 წლის ანაბარი, ხო? ანუ რაც უფრო ერთიანად იხდი, უფრო ფასდაკლება გაქვს ხოლმე, ხო? წესით ასე ხდება. ანუ გადაიხადე ერთიანად 1 წლის ანაბარი, ანუ საწევრო სპორტ დარბაზში, მაგრამ არიარე. ხო, ერთი თვე იხადე. ვერ მიხვალ და ვერ მოედავები, რომ იცი რა, მე 1 წლის გადახდილი მაქვს. საერთოდ არ მივლიან 1-2 თვე არის და დანარჩენი 8 თვის დამიბრუნე. არავინ არ დაგიბრუნებს იმ თანხას, იმიტომ რომ შენი პასუხისგებლობა, შენ გინდოდა გადაიხადე და ნებაიბოძე და იარე, ხო ასეა? არავინ არ გეუბნებოდა რომ არ ბაღიც ეგრეა, ბავშვი. ვიღავასე არ ატარებ მაინც იხდი, ხო? და ჩვენთან იმ თანხას გიბრუნებს უკან და შეგიძლია რომ ამოხარჯო, დახარჯო ისევ შენ მოგზაურობაზე. ხო, ანუ არ ტელეფონის აბონემენტი, Netflix-ის აბონემენტი თუ ნებისმიერი, ხო? აბონემენტი, როდესაც იხდი, თუ არ გამოიყენებ შენ იმას, ფულს არავინ უკან არ გაძლევს. ჩვენი კლუბის წევრებისთვის ეს კიდევ უფრო დამატებითი შეღავათია, იმიტომ რომ შენ თუ აღარ გინდა, შენი ფულს უკან ხელში ვერ გამოიტან, მაგრამ შენ იმას ხარჯავ მოგზაურობისთვის, თავდაპირველად ზუსტად გადაგეწევა შემდეგი დროისთვის. ანუ ჩვენ აქ კლუბში ხო გააზრებლად შემოდიათ ბავშვები არავინ არ ვარ, ამიტომ არის რომ კლუბში გაწევრიანება ხდება 18+-ით, გააზრებლად რომ მე ვხდები კლუბის წევრი, იმიტომ რომ მე მინდა ვიმოგზაურო. ხო, აქ ან მაქვს უფრო მეტი ამბიცია, რომ მე მინდა აქ დავიწყო გამომუშავება. აი აქ უკვე როდესაც გადაწყვეტილება გაქვს მიღებული და იცი რომ შემოდიხარ სამოგზაუროდ, მაშინ იცი რომ შენ ამ თანხას შენთვის იგროვებ. არც მე მიგროვებ, არც მანჩოს უგროვებთ, არც გალბატონთიას უგროვებთ, ხო? იმ თანხას, რასაც თქვენ იხდით ყოველთვიურად, მხოლოდ თვითონ გამოიყენებს. იმ თანხას თქვენ თვითონვე ხარჯავთ. არც კომპანია გააკლებთ პირიქით $100 იგროვებ და $200 გერიცხებათ. $100 იგროვებ და 80 კი არ გერიცხებათ და $20 კომპანიას მიაქვს. 100 იხდით და 200 გერიცხებათ. წარმოიდგინეთ, გაორმაგებული თანხა გერიცხებათ ყოველთვიურად. თქვენ ინტერესია და ჩვენ ინტერესია, რომ ჩვენ ყოველთვიურად დავიგროვოთ, გავიორმაგოთ თანხა და კიდევ უფრო ბიუჯეტური გავხადოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მოგზაურობა და ჩვენ რა თქმა უნდა ბიზნესზე გვაქვს საუბარი და კიდევ უფრო მომგებიანია, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია გავაზიაროთ. ჩვენთვის კი არ შევინახოთ, რომ მარტო ჩვენ ვიცოდეთ და ჩვენ ვისარგებლოთ ამით, ხო? გაუზიარეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მათაც მიეცით საშუალება, რომ აისრულონ ოცნებები, იმოგზაურონ უფრო მეტი და დაიწყო გამომუშავება. იმოგზაურო უფასოდ და გქონდეს შემოსავალი. ამაზე იდეალური შესაძლებლობა, ამაზე იდეალური ბიზნესი ბაზარზე არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ტრადიციული ბიზნესი, ანუ როდესაც გახსნილი გაქვს ოფისი და ხარ ხმელეთზე ერთ ადგილზე მიჯაჭული, უკეთესია. სადაც 24 საათი იქ უნდა იტრიალო, თუ გინდა რომ რაღაც მოგება გქონდეს 1-2 წლის მერე, ხო? და შენ ფულს როდის ამოიღებ ღმერთმა იცის. $95 იწყებ ონლაინ ბიზნეს, მუშაობ ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ დროს, დღეში 1 საათი ცხობ დავთმო ტელეფონით, ხო? ან კომპიუტერით, ან თავარია გქონდეს ტელეფონი, კომპიუტერი და ინტერნეტი, ეს აუცილებელია. ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია იმუშაო. არ ხარ ერთ ადგილზე მიჯაჭული, შეგიძლია წახვიდე მთაში, ბარში, კრუიზზე, ჩვენ ანუ იქიდან იმუშაო, ხო? ანუ თავარია რომ გაავრცელო, გააზიარო ინფორმაცია. აი ამით შენ შეგიძლია მთელი შენი ცხოვრება იმოგზაურო უფასოდ
და გქონდეს შემოსავალი. ისე რომ არ ინერვიულო $95 იმ ბიზნეს ლიცენზიას, რასაც ჩადებთ, მალევე ამოიღებთ. წარმოიდგინეთ, ხო? სულ რაღაც გააჩნია, ხო? 2-3 რეკომენდაცია და თქვენი ჩადებული ბიზნეს ლიცენზიის თანხა ამოღებული გაქვთ და არ გჭირდება წლები ლოდინი, სანამ თქვენი ინვესტიციას ტრადიციული ბიზნესის გახსნისთვის რომ ჩადეთ, მინიმუმ $10,000-20,000, ხო? როდის ამოიღებთ? სუფთა მოგებას, ხო? ბრუნვას ახლა არ ვიძახ, შეიძლება ის თანხა ატრიალო, მაგრამ ისე რომ სუფთა მოგება ბრუნვა ქონდეს და მე შენ თავს მიცე კიდევ უფლება რომ იმოგზაურო, ვერ იმოგზაურებ. იმიტომ რომ ტრადიციული ბიზნესით შენ ხარ მიჯაჭული იმ ერთ ადგილს, თუ გინდა რომ წარმატება ქონდეს, უნდა იყო 24 საათი იქ ჩართული, ხო? ან უნდა ყავდეს ისეთი სანდო ადამიანი, რომ შენ დაუტოვო იმას, რომ იცოდე რომ საქმეს 100%-ით შეასრულებს. ამიტომ ძალიან ბევრი პლუსი აქვს აი ზუსტად ჩვენ ბიზნეს, ხო, ჩვენი ეთერის თემაც ეს იყო ზუსტად პრივილეგიები ბიზნესის დაწყების ჩვენს კლუბში, ხო, კომპანიაში. რომ გაქვს დაცულობა, გაქვს გარანტია. არ გამოგჩეს, დავაბატოთ რათია, რომ ეს ბიზნესი არის კომპანია გაძლევს საკუთრებაში. შენია, შენ დაიწყე, შენ შემოხვედი, შენ შექმენი, შენ გაზარდე გუნდი და კომპანია შენ მე დარჩება შენ შვილს შენ საკუთრებაში. და ამბებით, ანუ რასაც მუშაობ დროს, რასაც კარგავ, შენ შეგიძლია ეს დაუტოვო შენს თამოვალობას, ხო, რა მაგარია. იცი რა, აი ამდენ ჯერჯერობით ვერ ხვდებიან და წარმოუდგენელი გონიათ საქართველოში ეს მარკეტინგული გათვლა. რატო? იმიტომ რომ ადამიანს იმის შეგნება რო აქვს, რომ მისი ბიზნესი, მისი ყოველი კაპიკი, მისი ყოველი შრომა, მისი ყოველი წვალება, რომ მის შვილს დარჩება, ისევე რომ სახლი რო ააშენო და შვილს დარჩება, ეს რო ყველამ გაიაზროს და არწმუნებული არ ძალიან დააინტერესებთ რა ბიზნესია მართლა ესეთი. კარგად მანჩო რომ დაინტერესდები უნდა გაერკვიო ბოლომდე, ხო? ანუ თუ ცალიყურით მოისმენ, მიიღებ ინფორმაციას და გაატარებ, რა თქმა უნდა, ანუ მე იმიტომ აღნიშნე ორი დეტალი, რატო დამაინტერესა და მე თავიდან როგორც იცით, მოგზაურად შემოვედი, ეკონომიურად ვიმოგზაურებთქო და მე რომ გავეცანი რომ რასავ, რა ეკონომიურად, იმდენ შესაძლებლობას იძლევა კომპანია, რომ ზუსტად რამოდენიმე თვეში ეგრევე დავემატე, მეთქი ბიზნეს პარტნიორობა მინდა, რას ქვია სწავლებადი არა ვარ, მე თუ დავდივარ კონგრესებზე და ვსწავლობ და კიდე 20 წელი კიდე უნდა ვისწავლო და კიდე მჭირდება, არსებობს ადამიანები ალბათ ჩემსავით, რომ ყოველთვის სჭირდებათ ახალი ინფორმაცია, ვისაც ეს უყვარს, რომ სიახლე ცხოვრებაში შეიტანოს, მაშინ ეს კლუბი ზუსტად მათთვის არის. იმ ხალხისთვისა, ვისაც უნდა რომ გქონდეს კარგი მომავალი. უზრუნველყოფილი მომავალი, ისიამოვნოს და ასიამოვნოს თავისი ოჯახი. ეს ის ადგილია, სადაც ერთ ადამიანს, მხოლოდ ერთ პიროვნებას, მთელი თავისი ოჯახის აყვანა შეუძლია სამოგზაუროდ. შეუძლია თავის შვილებს აჩვენოს მსოფლიო, შეუძლია მეგობრები წაიყვანოს, პატივიცეს და თავისი ნათესავები. დიახ, ზუსტად ეს ის ადგილია, სადაც შენ აკეთებ მადლს, სთავაზობ მადლიერებას, უზიარებ სხვას და დალოცვილი ხარ. იმიტომ რომ მარტო შენთვის არ არის. მე მახსოვს ადრე საქართველოს ვარ და საქართველოში ვინ გაგიზიარებდა ინფორმაციას, არ იყო ჩვენთან მაშინ ასეთი მიღებული. არა, ვიღაცა რომ მიდიოდა თავისთვის ჩუმად. სულხიშვილები რომ მიდიოდნენ, ყველა მიცოდა რომ სულხიშვილებს უნდა გაყოლოდნენ. საზღვარგარეთ სხვანაირად ვერავინ ვერ გადიოდა, ვიცით? და აქ აი ეს ამერიკელების კომპანია და ამერიკული მოდელია და ზუსტად ის ამერიკა თავაზობს, რომ მე შემიძლია შენ დაგეხმარო და თავაზობს დიდი ამბიციით და სხვათა შორის დიდი ტრიბუნიდან ვიცით რომ ძალიან სამართლებრივი ქვეყანაა ფედერალურად ამერიკა და ყველაფერი რო შეხვიდეთ თვითონ საიტზე ყველაფერი აი დეტალებში გათვლილია და გეუბნება რომ ეს რეალურია იმოგზაურე
თუ კიდე იმოგზაურე, გააქვს საშუალება და აგროვე უსასრულოდ შენი თანხა და გააქვს ის ფასდაკლებები და იმასაც დავამატებ, არ მინდა გამორჩეს, რომ თვითონ ის კრუიზული გებებიც კიდევ ფასდაკლებებს აკეთებენ ჩვენთვის. მე იმიტომ 4 ზედიზედ ვნახეთ გვერდმაეთზე უკეთესი. ხო, და აქაც შეიძლება. არჩევა რთულია რა. ხო, შესაძლებლობები არის n რაოდენობის და ზუსტად ის არის, რომ გაძლეს აი ამ ვავილების საშუალებას. კიდე იმოგზაურე. უფრო მეტი გინდა, თუ მეტი გინდა, ამას საიტზე ნახავ. ჩვენც მოგიყვებით, მოგაწვდით ინფორმაციას. კომპანიის ლეგალურობა გინდათ, კი ბატონოს გვაქვს აქ ჩვენ ჩამონტაჟებულია დევს შიგნით აქ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ გამოგიგზავნოთ. გაინტერესებთ მარკეტინგული ინფორმაცია. ჩვენ კვირაში 3-ჯერ მაინც ვიქნებით აი ამ. ხან ნათლიასთან, ხან მანჩოსთან. ხო, შემომბრძანდით მე და მოგვისმინეთ. გაგვესწარეთ Zoom-ში, აი ხვალეს სამშაბათს. მანჩომ აღნიშნა კვირაობით თბილისში, კვირაში ერთხელ ჰოლიდეინის სასტუმროს კაფეში არის შეხვედრა. აი სამშაბათობით Zoom-ში გვაქვს შეხვედრა. ზოგიერთ კაფეში ცხოვრობ ზოგიერთ ხო, ვინც ვერ ახერხებს. იქნებდა სამშაბათს ისეთი ინფორმაცია მოისმინოს, რომ კვირას შეძლოს საღამოს 6 საათზე ჩამოსვლა და 9 საათი უნდა სულ მაქსიმუმ 1 საათი, რომ 6 საათი ჰოლიდეიში მობრძანდნენ, აი სამშაბათს მოისმინონ და გაერკვიონ. მანჩო ყველა პირობაა იმისი შეხედე როგორ ვთავაზობთ ჩვენ არა მარტო აი თქვა ეკრანზე გამოვიდეთ და აი აქ ონლაინ და თქვა ვივაწოდოთ ეს ინფორმაცია. აი შეხედე თბილისელებს აქვს ეს შესაძლებლობა. ბათუმშიც ხშირად დავდივართ, იქაც შეიძლება შეხვედრა, ასევე შეიძლება ონლაინ. და ასევე შეიძლება ჩემი WhatsApp-ი ქვეყანაზე მოთ გარიგებული. აი ასე რომ იყოს სოკოებივით Instagram-ზე ძალიან მარტივია, ხო? ვისაც გაინტერესებს, ადექი დარეკავ და პირადად მიიღებ ინფორმაციას, ასე რომ მე პირადად ქალბატონ თეას Instagram-ზე მივწერე, პირდაპირ ხო გახსოვთ ქალბატონო თეა წლების უკან პირდაპირ მივწერე, ძალიან მაინტერესებს ხო და შეგიძლიათ მე ვთხარი მეც მომიწვიოთ რომ მოვიდე და დავესწრო მეთქი. რა თქმა უნდა ძალიან ეწყინა ქალბატონ თეას რომ მივწერე. არა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსლაო. მე მარტო არ წავედი სადაქალოს წავიყვანი, აბაჩქარა წამოდით უნდა კრუიზში წაგიყვანოთ მეთქი და აი ესე. მოკლედ 3 ადამიანი მივადექით ქალბატონ თეას და ასეთი შეხვედრა იყო პირისპირ და ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღეთ, რომელიც მე დავრეგისტრირდი პირდაპირ. ბავშვებო, საათი გავიდა, გადავიდა 1 საათზე, ჩვენი ეთერი რომ დავტოვოთ, ერთხელ არა ვართ ჩვენ ამ ვიდეოს თან ეთერს დავტოვებ, შევინახავთ და მადლობა მინდა გითხრათ, ხო, ჩვენ განატრებთ, იცოდეთ. ღია ვარ თქვენთან შესახვედრად, ინფორმაციის მოსაწოდებლად და ძალიან გვიყვარხართ თქვენ. გელოდებით, არ მოგერიდო, ძალიან კომუნიკაბელური ხალხი ვართ ჩვენ. ჩვენი პრობლემა გვაქვს და ერთი პრობლემა გვაქვს, ჩვენ პრობლემას გაგიმხელთ. სულ იმის საუბარში ვართ, რომელი კრუიზი დავჯავშნათ, რომელი კონტინენტი ავირჩიოთ, საით წავიდეთ, აი ამ დილემაში ვართ და ეს არის ჩვენი მინუსი. რა თქმა უნდა, ბათუმში იცოდეთ, ბათუმში დავრჩები 1-3 თვე და ვიქნებით ხლები. კი, ბათუმში ჩვენ გქონდა შეხვედრები, პირადად თუ ნახავთ, გადახედავთ ჩვენს გვერდებს, ქალბატონი მე და თეა ჩამოსულები ვიყავით პირადად 2-ჯერ. მერე ქალბატონი თეა ცალკე იყო კიდე სხვა ბიზნეს პარტნიორთან ერთად 2-ჯერ კიდე ჩამოსული, 4-ჯერ ჩაატარეთ, ხო, ზაფხულში. 2 თვეში ჩავატარეთ. 4-ჯერ სათვალავი არ მახსოვს, შულით არ ვიყავი. მე როგორც ვიცით, ხო. თბილისი ბათუმი ასე ქონდა და ძალიან სამპულვაში მოვერგე. ახლო მომავალში ახალციხეს გეგმავთ. დიდი მადლობა რომ ვიყავით დღეს ეთერში. კიდე ვიქნებით ჩვენ სასიამოვნო და კარგი ეთერი გქონდა, დარწმუნებულია რომ მომავალ შაბათს შემოგვეხმიანება და ხო
მომავალ ჩვენ 4 შაბათსაც ვიქნებით, მე ვაპირებ 4 შაბათს, 5 შაბათს და შაბათს. მე და ნათიამ ავწრიფეთ ახლა ეს. არა, მე ვთქვი ეს ტრიო. ვიღაცა ერთი ვიღაცა სხვა იქნება, ერთი ვიღაცა შეიძლება ვერ მოიცალოს. ამიტომ ორშაბათობით 20 საათზე, ვისაც გაინტერესებს კიდე და იქნება. სისტემატურად გვექნება ტრიო ჩართვა. მოდი ამას ოქროს სამკუთხედი დაუსახოთ. ლამაზი გამოდი. მადლობა დიდი. მადლობა. ბედნიერ საღამოს გისურვებთ, მადლობა ყველას, ვინც იყავით, დაგვიწერეთ კომენტარები, იყავით ჩართულები და დაინტერესდით. მოგწერეთ პირადში, ნუ მოგერიდება, ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ ინფორმაციის გასაზიარებლად. არ გვენანება, ასევე ხვალ გვექნება Zoom-ში პრეზენტაცია, თუ გაინტერესებთ რომ დაესწროთ Zoom-ში პრეზენტაციას, მოგწერეთ ბმულს გამოგზავნით. ჩაგიგდებთ? კი ბატონო, ასე რომ შეგვეხმიანეთ ბედნიერ საღამოს გისურვებთ წარმატებებს და რაც შეიძლება ბევრ მოგზაურობას თან უფასოდ. მეტი ქართველი კრუიზი. მეტი ქართველი კრუიზი. ნამდვილად. დიდი მადლობა ქალბატონო თიად, მადლობა ყველას საღამო მშვიდობის. კარგად.